3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბუჩა გაათავისუფლა და მთელმა მსოფლიომ იხილა რუსული ომის დანაშაულების კვალი. სასტიკად ნაწამები და დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები, მასობრივი სამარხები, გატაცებული და გაუპატიურებული ქალები. ქალაქი მალევე იქცა ომის ათასობით დანაშაულის მთავარ მტკიცებულებად. ბუჩის გათავისუფლებიდან 3 წლის თავზე კი უკრაინელი პოლიტიკოსები და მოქალაქეები ბუჩის მემორიალთან შეიკრიბნენ. წლევანდელი წლისთავი განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან ახლა უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესშია და ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობს, თუმცა პირობებით ბევრი უკრაინელი უკმაყოფილოა. ჩვენ გავიღეთ ყველაფერი, რაც გვქონდა. ახლა კი როგორც ამბობენ, წიაღისეულიც. მოდით ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ამაზე სხვადასხვა დისკუსია და მე ნამდვილად არ მომწონს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს ამ სოფლიო, რომელიც ფაქტობრივად ჩვენთან ვალშია, იმიტომ რომ ჩვენ შევაჩერეთ ეს ჭირი, ეს ფაშიზმი იმ ადამიანების სიცოცხლის ფასად, ვინც აქაა დაკრძალული და ვინც ახლა ფრონტის ხაზს ამაგრებს. ჩვენ ისევ და ისევ გვთხოვენ კიდევ რაღაცის მიცემას, გარიგებას. ნაცვლად იმისა, რომ აგრესორზე ზეწოლა გააგრძელონ და მიუთითონ, რომ დამნაშავია რუსეთი. კითხვები რუსეთს უნდა დაუსვან და ზეწოლაც რუსეთზეა საჭირო. მაგრამ ზეწოლა მსხვერპლზეა, ჩვენზე. ეს ძალიან უსიამოვნო და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. უკრაინის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში კიევმა უფრო მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს. მათივე აზრით, მშვიდობის მისაღწევად ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შემოქმედნი უნდა დაისაჯონ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არა ის, რომ ყველაფერი ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ ისე თითქოს ეს ტრაგედია არასდროს მომხდარა, არამედ მნიშვნელოვანია მივაღწიოთ სამართალსა და სასჯელს. არა იმიტომ, რომ შურის მაძიებლები ვართ და შურის ძიება გვსურს, არამედ სწორედ იმიტომ, რომ დაღუპულთა ნათესავებმა, რომლებმაც იციან აქ მყოფი რუსების ადგილმდებარეობა, შური არ იძიონ. იმისათვის, რათა ადამიანებს გულში სიმშვიდე ჰქონდეთ, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებების ხელოვნურად გახანგრძლივებას მეტი უკრაინული ტერიტორიის მისატაცებლად ცდილობს. უკრაინის მთავრობისა და სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსული ძალები უახლოეს კვირებში ახალი შეტევისთვის ემზადებიან. ამ საკითხებზე 31 მარტს ბუჩაში გამართულ სამი ძე იმსჯელეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებების შესახებ ისაუბრა. რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან დაკავშირებული 183,000-ზე მეტი დანაშაული უკვე დადასტურებულია და ეს ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე წვდომის გარეშეც, სადაც ათასობით დანაშაულია, შესაძლოა 10,000-ობითა და 100,000-ობით დანაშაული და დანაკარგი იყოს. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ბუჩის ტრაგედია მხოლოდ უკრაინას არ ეკუთვნის და რომ ბუჩა შესაძლოა სადღაც სხვაგანაც განმეორდეს. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ომში ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.